საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი ეკითხება ქართველ ხალხს, აბა მე უფრო მაღალი ვარ თუ ის რუსების პროხოროვიო და ხალხი კიდევ პასუხობს, შენ მაღალო, შენ რას ლაპარაკობ, შენ რაც ზევით ხარ, ორი იმდენი ქვემოთ კონსტრუქციული ოპოზიციის ქვეშ ხარო. მიშა ახალ გზას ხსნის და გახარებული ტაშს უკრავს. ვიცინი აღარ ვტირი მეო და მაღლიდან ხმა ჩაესმება. გუშინ მუბარაკიც ვნახე იცინოდაო. საღამო მშვიდობისა, თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. რა ბედნიერი ვარ შაბათის მერე. თურმე ჩემი მაღალი ერთი ჩვეულებრივი უბრალო მაღალი ყოფილა. დრაკნას რომ მაღალია. ვუყურებდი მოდელირებული ქრონიკის ავტორებს თუ როგორ ელამუნებოდნენ მაღალს და მათთან ერთად მეც მიყვარდებოდა ეს ჩვენი საღამო მშვიდობის ეს გადაცემა სპეციალური რეპორტაჟია მე მისი წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი ვარ. 2012 წლის პირველი სპეციალური რეპორტაჟი სტუმრის და მისი ოჯახის ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ინტერესის საგანია. როგორც თვითონ ამბობს, ის არაფრით განსხვავდება სხვა ქალბატონებისგან, თუმცა მაინც მისი ცხოვრება ერთი რამით არის გამორჩეული. ის საქართველოს პირველი ლედია. გადაცემის ამ ნაწილში თქვენ ნახავთ კადრებს, რომელიც დღემდე არავის უნახავს. როგორია პირველი ლედის დილა სამზარეულოში და რაზე საუბრობენ პრეზიდენტის შვილები მამასთან. ეს დილის ტრადიცია ეს სამხედრო ეს პატრულის ყველა სტრუქტურის ფორმა აქვს აბსოლუტურად. ეგ ჩოხარი. საგზაოსის ეს ჩოხარი. ეს ჩოხა ეს ქართული ჩოხაც გაქვს, ხო? ქართული ჩოხა. ტელევიზორში მიყურებ ხოლმე? და და მე რა დასკო. მე გნახე ტელევიზორში ჯარისკაცებთან, გაზეთშიც გნახე. ხოლო სპეციალურ რეპორტაჟში პირველი ლედის რადიო გადაცემის სამყარის ამპლუაში. კლასიკური მუსიკის პირველი რადიო მუზა სანდრა რულოსის დაფუძნებულია, სადაც 4 საათიან გადაცემას ის თავად უძღვება. სანამ ჩემი მაღალი სიყვარულზე გადავიდოდე, მინდა ყველას ინფორმაციისთვის უთხრა, რომ პირველი ლედის რადიო მუზა ვინმე რუსეთუმე პიროვნების მიერ არის დაფინანსებული. ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ისა ბორია თუ რაღაცა ეგეთი უნდა ერქვას. ხო, და ამიტომ შენ ჩემო მიუკერძოებელო ლაშა ხარაზიშვილო, ეგ არ უნდა გეშლებოდეს. უნდა გეთქვა, რომ თუმცა ამას როგორ იტყოდი, თავისუფალი ჟურნალისტი მაშინ, როცა არჩევნები გვიახლოვდება და ნაცტელევიზიები დაუფარავად იწყებენ პრეზიდენტის პიარს. მე მინდა დავეხმაროთ ჩემს კოლეგებს და მივაწოდო იდეები, როგორ შეიძლება მაღალი კაცი შევაყვაროთ ხალხს, ანუ როგორი სიუჟეტები უნდა გაუშვათ პრეზიდენტზე. ხვალ პოსტსკრიპტუმ კურიერმა გაუშვა სიუჟეტი მიხეილ კარლსონზე, სადაც ჩემი მაღალი საყვარელი კარლსონია, უკან დიდი პროპელერი აქვს დამაგრებული და ბავშვებს ემეგობრება, ჭკუას არიგებს და ეთამაშება. მათ ხო. ზეგ 100 გრადუს ცელსიუსში ნოდარიკო მოგვითხროს მიხეილ წეროს შესახებ. აგვიხსნას როგორ მოჰყავს წეროს ახალშობილი დედასთან და როგორ ჯერათ ბავშვებს რომ მიხეილ წერომ მოავლინა ამ ქვეყანას. ან სულაც კომბოსტო იყოს კაცო. ხო, კომბოსტო, რადგან ზოგ ბავშვს გონია რომ კომბოსტოდან იშვა. მიხეილ კომბოსტო და საყვარელთან ჟღერს. დავით პაიჭაძე მისაუბროს მიშას ჰობიზე, ანუ იმაზე როგორ ებრძვის თავისუფალ დროს ჩემი მაღალი კოლერას. არ დაგავიწყდეთ ისაუბროს ჩემი მაღალთ-მაღალის სულიერ აღმატებულებაზეც კაც. აქ რა თქმა უნდა, არ მოგეწურებათ ეს თემა, რადგან ის გულადია, უშიშარი სამართლიანი და არ იტყუება. არ იქნება ცუდი თუ 9 საათიან კურიაში ზალიკო და დიკო მაღალის მიმტევებლობაზე და სიმდაბლეზე გააკეთებენ აქცენტს. რატომ გერიდებათ კაცო, აჩვენეთ როგორ ბანს მაღალი მინისტრეს ფეხებს და როგორ პატიობს მოხუც ვერაკ შევარდნაძეს ბოროტებას. აი 8 საათიანმა ქრონიკამ კი აუცილებლად უნდა აჩვენოს როგორ შეუნარჩუნმა მაღალმა, ესე იგი ვიეტნამელ მოქალაქეს სიცოცხლე და როგორ გადაუნერგა თავისი თირკმელი. და რა მადლიერია მთელი ვიეტნამი მაღალი კაცის. და ბოლოს ყველამ ერთად გავაშუქოთ არჩევნების ეგზიტ პოლები, სადაც მიხეილ მაღალი და თავისი გუნდი დამაჯერებლად ამარცხებს სხვა კანდიდატებს. ესეც ასე, ყველაფერი ნათელია. ნაცი უკვე ვიცით ეს ერთი წელი როგორი იქნება. ისე ამ ჩვენი მედიის შემყურე კი ვფიქრობ კაცო, აბა ვინ? ვინ თუ არა სააკაშვილი, ვინ? ალტერნატივაც კი არ არის კაცო მაღალის. ხო და ხალხო ნუ ვიფიქრებ ძალიან ბევრს, უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ დემოკრატიული არჩევნები ტარდება და შემოხაზეთ ისე ვის. ხო?
რა ბედნიერება, როცა თავზე ერთი კარგი მაღალი მმართველი დაგყურებს. ეხლა მავანილი ჰილისტები ღვარძლიანად კი ჩაიქირქილებენ ეხლა ჩემს ნათქვამზე, მაგრამ აგერ ნახეთ სხვა ერებს სანატრელად თუ არ აქვთ მაღალი კაცის მმართველობის ქვეშ მოლხენა. მათი მაღალი ჯერ მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატია და ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ქვეყნის დასავლური ღირებულებებისკენ წაყვანა. ალა პუგაჩოვამ და ანდრეი მაკარევიჩმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ პროხოროვს სიმღერა მიუძღვნეს. მომღერლებმა ერთობლივ ნამუშევარ სახელად ყველაზე მაღალი დაარქვეს, რომელშიც პროხოროვის ფიზიკურ სიმაღლესა და რეიტინგებში მაღალ პოზიციას გაუსვეს ხაზი. დუეტმა ბიზნესმენის მომხრეთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა და მხარდამჭერთა შტაბის ჰიმნადაც კი იქცა. სიმღერის ავტორები ერთობლივი ნამუშევრის საჯაროდ შესრულებას არჩევნების დღეს გეკმავენ. Но если ты родился самым высоким, ты просто видишь дальше всех. Если ты родился самым высоким, ты просто видишь дальше всех. ვიშ რა სიტყვოთი და სიყვარულით გაჟღენთილი კადრებია კაც. პირდაპირ ჩვენ მაღლამდელ პერიოდს მახსენებს. უпроსოროთ იმ დროს, როცა ჩვენი მაღალით საპრეზიდენტო შემზადებული კანდიდატი იყო. მაშინ ჩვენი მომღერლებიც ერთად იდგნენ წვიმაში და ჩვენი მაღალი სიყვარულზე გულანთებულნი მღეროდნენ. მერე კი ეხლა რაც მოხდა, ყველას გახსოვთ ხო და ეგ რუსი მაღალის თუ ჩვენსაც გავს, დაახლოებით ხვდები როგორი მომავალი ექნებათ მაგ რუს მომღერლებს. ვისაც კეიფი დროსტარება და გრიალი უყვარს, ის 8 წლის მერეც მიშა მაგარია სიმღერებს. სხვადასხვა რუსების მაღალსაც მიშა ქვია. და ვისაც კეიფთან და დროსტარებასთან ერთად საკუთარი სინდისიც უყვარს, იმას კი სამწუხაროდ ბნელ სარდაფში მოუწევს ჩაკეტვა და მიშა მშიას დაკვნესება. ისე რაო ეხლა რუსო მომღერლებო, რას მღეროდით ეხლა? ჩვენი მაღალი ყველაზე მაღალია და ყველაზე შორს ხედავსო? ვაგლახ ჩვენ ზუსტად ეგრე გვეგონა. გვეგონა მაღალ კაცს ავირჩევდით და ის ყველაზე კარგად დაინახავდა პროგრესისკენ მიმავალ ბილიკებს, მაგრამ მოვთხოვდით. ჩვენმა თავისი სიმაღლე მარტო იმისთვის გამოიყენა, რომ მიტინგზე დარბეულ დაწეოკებულ ხალხს დადევნებული სპეცრაზმელებისთვის სწორი კოორდინატები მიეცა, მაგრამ რა ვიცი ეხლა იქნებ მე ზედმეტი გამომდის და იქნებ ცდები კაცო და ყველა მაღალი ერთნაირი არ არის. მაგრამ რა ვქნა კაცო? ამ ჩემი მაღალის ხელში პირდაპირ მაღალოფობია დამემართა. თან ისე მაგრად დამემართა, რომ გონია რომ კალათბურთსაც ვეღარ უყურებ ვეღარასდროს. იქ სულ დაკუნთული მაღლები დარბიან და მეშინი. ძალიან მეშინი. ხო. ახლა ბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. უმადური ქართველი ერი არაფასებს საკუთარ ბედნიერებას და მაღალი კაცის მმართველობა ჩირადაც არ უღებს. რუსი ერი კი თვალებ დაბრეცილი შორეულ მომავალში იყურება და მხოლოდ იქ, საკუთარ უკიდე განაოცნებაში დაეძებს საკუთარ მაღალს. ამაზეა სწორად ნათქვამი შინაურ მაღალს შენდობა არა აქვსო. ქართველი ერი, კაი მაღალის პატრონი, საჩხერეს ეძებს დაბალსო. ზოგჯერის ძალზე მგზნობი არეა, ზოგჯერ დესპოტი. შეუძლია საპრის ოპერის გმირადაც გარდაისახოს, მაგრამ უფრო დემოკრატის როლი უხდება. ამ ბოლო დროს კი ის ნამდვილ მეოჯახედ იქცა. ის მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედის ეთერში. ჩემი მაღალი და მაინც ვინ ვარ მე? კახა კუკავამ უცნაური სიზმარი ნახა და მეორე დღესვე ბრიფინგი გამართა. აი, აქტიური ოპოზიციური ფრთა. საკმაოდ ინტენსიურად საქართველოში არაოფიციალურად კულუარულად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ამერიკის სამხედრო ძალების მიერ ირანის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არაოფიციალური მსჯელობა არ იქნებოდა იმდენად შემაშფოთებელი, რომ არა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წევრის განცხადება, ბარამიძის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ საქართველო მიუერთდეს ირანის წინააღმდეგ სანქციებს და ეს რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ქართულ მედიაში. ჩვენ გვინდა პარტია თავისუფლება საქართველოს ძალიან ხაზგასმით და ცალსახავ თქვათ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ სანქციების კამპანიაში საქართველოს მხრიდან ეს იქნება პროვოკაცია პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მთლიანად რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ფატალური და ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს ქართული სახელმწიფოსათვის. მეტი დამაჯერებლობისთვის ბატონო კახა ჯავშან ჟილეტი და ჩაფხუტი არ გაწყენდათ, ხოლო ბრიფინგის სანგარში უნდა მოგეწყოთ და ერთი ხელყუმბარაც გაგეხსნათ ეფექტის მოსახდენად. მე მგონი თქვენ საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში რაც წერია მართლა დაიჯერეთ, ხო? რა ვიცი, ასეთი შტაბ-ეჭდილება მრჩება მე, მაგრამ საფრთხე არსებობს და თუ კულუარებიდან მომავალ ინფორმაციას დავეყრდობით, ეს საფრთხე ძალიან რეალურია. დიახ, ირან ამერიკის ჯერ არ შობილ ომში საქართველოს აუცილებლად ჩაებნება და უფრო მეტიც.
ერთმა კულუარმა მითხრა რომ ამ ომს საერთოდაც საქართველო დაიწყებს და ჩემი მაღალი ესე იგი ურვაშებს მოუშვებს ხოლო ამერიკა ნედლეულით და იარაღით მოგვამარაგებს შემდეგ ირანი ბირთვულ რაკეტებს გვესვრის და ყველანი ამოვწყდებით მარტო ნაციონალური მოძრაობა და გია თორთლაძე გადარჩებიან როგორც მართალი ხალხი შემდეგ ამ მიწაზე მარტო მამაკაცებს შემოასახლებენ და ასე განხორციელდება ქართველი ერის გადაგვარების გეგმა მაგრამ ბატონო კახა ვენესუელის ოკუპაციასაც რომ ვაპირებთ ეს არ გაგიგიათ კულუარები არა ერთმა მკითხავმა მითხრა თქვენს პარტიაზე და ზოგადად ოპოზიციაზე რომ მაგათი სისუსტე კულუარებშია და სანამ ამ კულუარებში მოსმენილს წყალს არ მოუყვებიან ხელისუფლებაში ვერ მოვლენო და მგონი მართალია ხო თან კულუარები ბირთვული რაკეტებიდან ფრინავი თებშები რომ გვერდზე გადავდოთ და ხალხში გახვიდეთ ბატონო კახა პრინციპში არც ეგ გაწყენდა იქნებ ეს ცუდი სიზმრები მაინც მოგშორეთ კაცო აი მე მგონი თქვენ საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში რაც წერია დაიჯერეთ რა ვიცი მე ასეთი შთაბეჭდილება მჭირდება კი სულ 2 დღის წინ ჩემმა ონავარმა მაღალმა თავისი მმართველობის 8 წლის თავზე წინასაარჩევნოდ გახსენებული რამდენიმე ადგილი კიდევ მოიკუნტრუშა წინასაარჩევნო გზები და საავადმყოფოები გახსნა და ცოტაოდენი თავის სტილშიც ემოციურად და პოლიტიკური ოპონენტები აქაც დააკბინა ამჯერად ეს ცხელი წერტილი ცაგერი გახდათ და რა თქმა უნდა აქაც ყველაფერმა გრიალით დადებითი ემოციებითა და ბატონო მიშა რატომ გერჩია ზახილით ჩაიარა ვინც რა უნდა თქვას ჩვენი ქვეყანა მიდის წინ რა თქმა უნდა არის ხალხი ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს ეს არის ხალხი ვინც სხვადასხვა ფორმით ხან ერთი დროშის ქვეშ ხან მეორე ლიდერის ქვეშ ხან მესამეს ქვეშ იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები ერთი და იგივე უკვე მოწყენილი დაღვრემილი შესახედაობის პოლიტიკური მათ მუმიფიცირებული მათ არ სიამოვნებთ ქართველი ხალხი ზოგადად და ქართველი ხალხი არის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი საკმაოდ გაჭირვებული. ამიტომ წამოაყენეს ახალი ლოზუნგი გაჭირვებულ ადამიანს არაფერი არ უნდა კითხებოდეს თურმე პოლიტიკაში. მარტო თუ მუცელი გაქვს გასიებული ხალხის გაჭირვებით, მარტო თუ მომიპარე თავის დროზე ბევრი ფული, საეჭვო გზით იშოვე ფული, თურმე მარტო მაშინ მოგეკითხება პოლიტიკაში საქმე, თურმე მარტო მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მარტო მაშინ უნდა მოხდე პარლამენტში და მარტო მაშინ უნდა აგირჩიონ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. რას ამბობ მაღალო? მსგავსი მოსაზრება მართლა არსებობდეს ახლა სადმე და თანაც ეს სადმე ჩვენი ქვეყანა იყოს კაცო რა ვიცი მე გამიკვირდა რომ ქვეყანაში სადაც ყველა სამთავრობო პრინციპი და ნაბიჯი გაჭირვებული ხალხისთვის იდგმება და ქვეყანაში სადაც ყველა პოლიტიკოსი უკიდურესად ღარიბია პრეზიდენტისგან გახდა გასამარტი რაღაც აბსურდები კაცო მიდი მაღალო მიდი ოღონდ შენ ბოლომდე მიაწეკი და ჩვენ მთელი ისა გაჭირვებული ერი შენთან ვარ ესე იგი თქვენ რას ამბობთ რომ ეს მთავრობა ვინმე მდიდარი ხალხით უნდა შეიცვალოს და ჩვენ ყოველდღიურად ვეღარ უნდა დავინახოთ შიმშილი და სიღარიბით სახელდამჭკნარი ჩვენი ჩამომხმარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კაცო მინისტრები და კიდევ რამდენიმე ესე იგი ბიზნესმენად წოდებული ელიტ პოლიტიკოსთა პირადი ხაზინის შემავსებელი მონოპოლიშჩიკები კაცო კი მაგრამ ვინ გებძვით ასე ფლიდად და გაიძვერულად ჩვენ საწყალმა ხალხმა ხომ მაინც ვიცით რომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებ რომ ალაბრის მრავალ მილიონ დოლარიანი სასახლე უსახკაროებს აუშენე ასევე მრავალ მილიონ დოლარიანი ბოინგი იძულებით იძულებით გადაადგილებული პირების სადღაც ჯურღულებში იძულებით გადასაკვაცად ესე იგი შეუძინე აბა ამისედაც ნატანჩ ხალხს საპირთოებით ხომ არ გადავიყვანდით კაცო ბოლოს და ბოლოს ერთგვარი გმირი ადამიანები არის ისიც ხომ შვენივრად ვიცით რომ მილიონობით ანაზღაურებადი კმილმარჯვე დოქტორ დოტიც ზუსტად დაბალ ანაზღაურებადი შრომისა და ჯაფისგან გადაღლილი ხალხის სარელაქსაციოდ ჩამოიგა. ახლა ის რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა და იქ პატარ-პატარა თუ დიდი ხელოვნურად გაზრდილი ფასები, კომუნალური გადასახადები და კეზერაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ დაყენებული მონოპოლიზებული ბიზნესი, ეხა ისეთი წრილვანებია რომ ეხა მაგის სალაპარაკოთაც არ ხის კაც. მთავარია ეხლა ჩვენ მთელი გაჭირვებული ერი ამას კარგად ხედავთ და სათანადოდაც გიფასებთ თორემ ეს რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში მომხდარიყო იქ იმდენად ახვრულ დემოკრატიული მენტალიტეტია აქამდე ყოველ წელიწადში ერთხელ ეყოლებოდი გადაგდებული აი ასეთი შეგნებული კეთილგონიერი კაცთ მოყარე და ყველაფრის მიმდევებელი ერი ვართ ჩვენ ქართველები ხო და ზუსტად ამიტომაც როგორც ჩემი მაღალი იტყო და წყლიწავს და ჩულთავს ყველა ო ვისაც სიცოცხლის პატარა ნიშანწყალი მაინც ატყვია და არის ახლა აბების ეთერში 5 პოლიტიკური აბის მიღების დრო დადგა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა ჩემი მხიარული მაღალი. პრეზიდენტი მე ვიცი ლაღი, აბა ეხლა კაბინეტში ხალხზე ფიქრით გადაღლილი გამგებლებიც და პოლიციელებიც ყოფნის უკვე კაც. როზი დამთავრდება მოკლედ 2013 წელს დავდამბოლობდი, მაგრამ 2000 ამ წლის ბოლოს დამთავრდება ქუთაისს, ეს ქუთაისის მონაკოს დავამთავრე. ამ დღეს მოვედველოდი მოვესწარ ვიცინი აღარ ვტირი მე. ჯერ არ ვიცინით. ვიცინით როცა დავამთავრე. ახლა ამთავრე. ეხლა აღარ ვტირი ვარ.
მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა სულში ჩამწდომა და გასაგებელმა ამამა, რომელსაც მინდა სიმღერით გამოვეხმაურო. Habibubibudu, habidubibudu, habibudu, shiachalva, habibudidubu. შალვა ნათელაშვილი საკუთარი დაბადების დღეს აქციით შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ არსებული საარჩევნო კოდექსის პირობებში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება და ამიტომ საზოგადოებას საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. მესამე ადგილი. მესამე ადგილი ისევ ჩემ მაღალს ხვდა წილად. მან თავისი დემოკრატიული მოსაზრებები გაგვანდო და ჩვენი ზღადაგვრჩენა ვინატროთ, რომ პარალელურად ამ ამბის განხორციელებამდე არაფერი გეტკინოთო არც კი გაუფიქრები. თავარი ადამიანს კონდეს თანაბარ შესაძლებლობა ყველას პრეზიდენტის შვილს, არა პრეზიდენტის შვილს, სოფელში ცხოვრებს, ქალაქში, ცენტრში ცხოვრებს, გარეუბანში ცხოვრებს. მეორე ადგილი. მეორე ადგილი მივანიჭა ნაღდ ლეიბორისტ, პურის მჭამელ, დამრტყმელ ყარაჩოღელ სოსო შატბერაშვილს, რომელმაც მამის ლექსად თქვა: "აბა ბესტსელერებში გნახეთ ვინა ვართო" და რა თქმა უნდა, რომ მე მისი მჯერა. სამწუხაროდ არიან ძალები საქართველოში და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც, რომლისთვისაც ფული გადამწყვეტი მნიშვნელობისა არის ცხოვრებაში და პოლიტიკაში, მაგრამ საბედნიეროდ არიან ძალები, რომლებიც ფულზე არ იყიდებიან. პირველი ადგილი. და პირველი ადგილი თუ გინდათ თავხედობაში ჩამომართვით, მაგრამ ვარ გუნდეთ ჩემს მაღალს. ოღონდ პირობა მომეცით, რომ ისევ მე ჩამომართმევთ და მას არა ზემოთ ხსენებულ თავხედობას. საქართველოში მე მყავს ხალხი თავრობაში, რომელიც არიან ღარიბი ოჯახებიდან. გასკდნენ ბოღმით ისინი. არიან ღარიბი ოჯახებიდან. და ფული არ უშოვიათ თავრობაში ყოფნით. და ალბათ გონი ვართ სულელები, რომ როგორ თავრობაში არიან და ფულს არ აკეთებენ, როგორ შეიძლება? ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.